ესეთი უშნო როგორ გაუშვით ამერიკაში, როდესაც ტრამპს ყავს მელანია ცოლი. ქალი და ბიზნესი რო არ უნდა იყოს ქალისთვის და რო არ გესმის და რო რისკ რაღაცა პერიოდის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ეხა ჩამოვძანდითო და ამ დროხას მიხედეთ. ახეთ რა პირობებში მზადდებოდა რძის პროდუქტი, მაშინ მივხვდი რომ ჩემი შვილი გადარჩა სიკვდილად. ჩემ ქვეყანაში მივიღე კულტურული შოკი და თქვი რომ რას ვაკეთებ ისეც, რითაც შეიძლება ჩემ შვილებს შერცხვეთ. ხოლმე რომ გამომეტანა სესხი და მითხეს რომ სესხს არ მომცემდნენ, იმიტომ რომ ვიყავი ქალი. ავიდა ახალციხეში, სათევზაოდ, დათვრა და იყიდა 2 ძროხა. ასე მოხვდი სოფლის მეურნეობაში. იმდენი გადავიტანე, რომ მე უფრო დავიწყე აქტიურად ქალის როლის გაძლიერება. რა სიტყვიგია? ხო ყველაფერი doable არის. ეს ყველაფერი doable უნდა იყოს. დაიწყო ხო? მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი Founders Club-ი, მე მისი წამყვანი ნიკო დათეშცე ვარ. სანამ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარზე გადავალთ, გეტყვით, რომ პოდკასტის წარმოდგენია IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია Live Support-ი, ხოლო პოდკასტის სპონსორი კი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრი, საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია More ABC. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო სამბახიძე. მადლობა ნინო მოსვლისთვის, მოგესალმებით. ნინო, ჩვენ პოდკასტს ქვია, ასე ვთქვათ, Founders Club-ი, დამფუძნებლებს ეხება და თქვენი, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯების დავიწყებ პოდკასტს. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც ვიცით, ამერიკაში ცხოვრებასა და სწავლას უკავშირდება, რომ მოგვიყვეთ ძალიან საინტერესო იქნება, როგორ აღმოჩნდით იქ, როგორი იყო ამერიკული ცხოვრების სტილი და რეალურად რა შეცვალა ამერიკამ თქვენს აზროვნებაში, როგორც პიროვნულად, ისე ბიზნესის აღქმის კუთხით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. საინტერესო არის პოდკასტების სმენა და სხვათა შორის ნახე რამდენიმე თქვენი გამოსვლა და ჩემი ბევრი მეგობარი არის და ძალიან მიხარია რომ მეც ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებასთან ერთად მომეცა საშუალება ყოფილიყავი თქვენი სტუმარი. ეხლა რაც შეეხება ჩემს წარსულს, რომელიც არც თუ ისე ახლანდელია, იმიტომ რომ გარკვეულწილად ბევრი წლის წინ მოხდა, მაშინ როდესაც ასეთი მარტივი არ იყო ამერიკაში გამგზავრება, არსებობდა პროგრამა ჩვენ ბავშვობაში, Friendship Force-ი, რომელთაც მომიწია ამერიკაში წასვლა, დაახლოებით 1 წელიწადი ვიყავი იქ და ალბათ მთელი ჩემი სოფხედველობა შეცვალა ამერიკამ. ანუ მაყურებელს რო ესმოდეს და ჩემს შვილებს ხშირად როცა უყვებით, ცოტა მათთვის წარმოუდგენელია 90-იანი წლების საქართველო, სადაც არ არის ელექტროენერგია, ვათენებთ და ვაღამებთ პურის რიგში, სახლში ნავთის ღუმელზე ვთბებით და ამ დროს ხვდები ამერიკაში, რომელიც არის აბსოლუტურად გაბჟღიალებული, გადაჭედილი საკვებით სუპერმარკეტები, ანუ კულტურული შოკი მქონდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მახსოვს, დღესაც მახსოვს ის წარწერა, ესეთი რამ ეწერა ბილბორდზე. Why the rush, where are you going? ანუ სად მიისწრაფი, ანუ სად გეჩქარება. და ტემპი იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ რო უყურებდი ხალხი რასისწრაფით მიდიოდა, რასისწრაფით კეთდებოდა საქმე და ამის პარალელურად ჩვენ ქვეყანაში სიბნელე და ძალიან დორეთ მიდიოდა ყველაფერი. ეს იყო პირველი გარდამტეხი, როდესაც გაუბრაზდი. და ის რაც იქ ვნახე, მინდოდა რომ ჩემ ქვეყანაში ყოფილიყო. და მე ვფიქრობ რომ ეს 15 წლის ვიყავი. ეს პირველი ემოცია დღემდე გამომყვა და ის საქმეები, რასაც ვაკეთებ, პირდაპირ თუ ირიბად მაინც ამერიკას უკავშირდება და ვფიქრობ რომ ეს ჩემი ხედვაც, საქმის მიმართ, სურვილიც, ჟინიც გარკვეულწილად ამერიკის დამსახურებაა. და იქიდან მოდის. ხო, იქიდან მოდის, თან განსაკუთრებით ჩემი პირველი ბიზნესიც ამერიკას უკავშირდება.
ეს ის პერიოდია საქართველოში ტანსაცმელიც კი ძალიან ესე ვთქვათ ხელმიუწვდომელია და ეხლა უკვე ძალიან პოპულარული ბრენდია გეპის ჯინსებს ვაგზავნიდი ამერიკიდან და აქ მამაჩემის მეგობარი ხდებოდა და შემდეგ ყიდდა პატარა მაღაზიაც მქონდა ჩაის სახლის პირდაპირ მაშინ ჩაის სახლი ერქვა და თuliდი რომ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ბიზნესი მქონდა, თუმცა იმ სტერეოტიპებში, რომელიც მაშინ არსებობდა, ქალის დაწყებული ბიზნესი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემური იყო, მათ შორის ჩემი ოჯახისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვერდში მედგნენ, მაინც თვლიდნენ, რომ აი ქალისთვის ბიზნესი არ იყო და აი რაღაცნაირად უფრო უნდოდათ, რომ რაღაც ისეთი პროფესია ამერჩია, რომლითაც აი რაღაცა ერთ წითელ ხაზში ვიტრიალებდი და იმის იქით არ გადავიდოდი. ნუ რომ ჩავთვალე რომ ძალიან წარმატებული ბიზნესი მქონდა და დაუბრუნდი საქართველოში, აღმოჩნდა რომ მამაჩემის მეგობარი ამ მთელი ჩემი ბიზნესით გაქრა. ანუ წავი დატოვა ქვეყანა, ფულიც წაიღო, ეს ჯინსებიც აღარ დამრჩა და დამრჩა ძალიან ბევრი ვალი იმ პერიოდისთვის. და ის ოჯახი სადაც ცხოვრობდი ამერიკაში, თვლი რომ არაფრით არ განსხვავდება ჩემი მშობლებისგან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე და განსაკუთრებით ეს ამბავი რომ შეიტყვეს ძალიან გვერდში დამიდგნენ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩემ მშობლებს მოუწიათ ყველაფრის გაყიდვა იმისთვის, რომ მე ეს ვალი განამეხადა. და ნუ რა თქმა უნდა ამ სტერეოტიპმა მაშინაც იხეთქა, რომ აი რომ ამბობდით, რომ ქალს არ უნდა კონდეს თავისი ბიზნესი და ჯობია რომ დასაქმებული იყოს და მაშინ აქტუალური იყო ქალის სამზარეულოში ამ პრინციპით. ნუ მაინც ეს ხედვა იყო, თუმცა ჩემი მშობლებისგან მაინც უკაცრავად არ მიგრძნია ეს. ნუ ამბობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს შეცდომა არ დაგეშვა, რადგან დაუშვი, ხა ჩვენც ყველანაირად მზად ვართ. მართლა ყველაფერი გაყიდეს იმისთვის, რომ ეს ვალი გადამეხადა და სიმართლე გითხრათ, პირველი იმედგაცრუებაც პატარა ასაკში, ვიტყვი ხა ესე უკვე მაგ დროს 17 წლის ვიყავი, იყო ის, რომ ნუ შეიძლება იმიტომ არ გამოვიდა ეს ყველაფერი, რომ ქალი ვიყავი და თან იმიტომ, რომ ვთქვათ, მამაკაცმა დამჯაბნა და მომიგო და ვერც ვერაფერს ვერ ვიზავდი. და ალბათ ეგეც გარდამტეხი იყო იმისთვის, რომ მე ყველაფერი ისეთი მეკეთებინა და ისეთ სფეროში შევსულიყავი, რომელიც უფრო მამაკაცისთვის იყო დამახასიათებელი ვიდრე ქალისთვის. აი, მინდა და მეკითხა, რომ პირველი ბიზნეს მცდელობა რა იყო, თქვენ უკვე გაგვიზიარეთ ეს ისტორია და აი ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა იქნებოდა, ეგეთი წარუმატებლობა და ეგეთი, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება, რაც შეგემთხვათ მაგ პერიოდში და პირადად თქვენზე როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ და როგორ იპოვეთ ძალა, რომ ისევ დაბრუნებულიყავით შემდეგ ბიზნესში, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, მე რაღაც სხვა მიმართულებით, რაღაც ყავის ჯიხურების კონცეფციის ბიზნესიც ჰქონდათ თქვენ. კი, ძალიან რთული იყო. დაღიდატოვა, რა თქმა უნდა. და პირველ რიგში გააჩინა შიში. იმისი რომ და უნდობლობა ალბათ ბევრი პარტნიორის პოტენციალის. ხო, ეხლა როდესაც მამის მეგობარი ამას გიკეთებს, ეხლა სხვას ალბათ ესე მარტივად ვერ ინდები, მაგრამ უფრო თვითრწმენა და შიში გააჩინა და ალბათ უფრო კიდე ყურადღების მიქცევა იმ სტერეოტიპზე, რომ ეს საზოგადოება მართალი ხო არ არის. თუმცა აი დედაჩემი ხშირად ამბობს, რომ გამჩენი რო არ გასვენებდაო, სულ ასეთი ვიყავიო. მე ერთი მომენტი თქვი რომ აღარ დავიწყებდი საკუთარ ბიზნესს და ნუ ვიქნებოდი ჩვეულებრივი დასაქმებული. და დავიწყე აუდიტორულ კომპანიაში მუშაობა, თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენი წარმდგენი არის აუდიტორული კომპანია და დავიწყე აუდიტორულ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ მივხვდი რომ არ არის ჩემი. აი არ შემიძლია დომა და ფურცელთან რაღაცების კეთება და ძალიან რუტინული იყო. ხო, რუტინულიც იყო, თან რაღაც ჩემგან ფინანსისტიც არ გამოდიოდა კარგი. კი ვართმევდი თავს ყველაფერს, მაგრამ ნუ აი თითქოს ჩემი თავის საწინააღმდეგოდ ვისწავლე, ის კურსიც გავიარე, მაგრამ ნუ არა, აი არ მომწონდა და იქ ყავდა, ესე ვთქვათ, ბიზნეს პარტნიორი, რომელიც დღემდე ჩემი ბიზნეს პარტნიორია, ამასობაში კი გავიდა 25 წელიწადი. რო აღნიშნეთ ყავის ჭიხურები და ის შემდეგი ჩემი მეორე ბიზნესი, ესე ვთქვათ, უკავშირდება სწორედ ისევ ამერიკის გავლენას. დასაწყისში აღნიშნე, რომ ეს წარწერა იყო ამერიკაში, რომ აი სად გეჩქარება. და აი ამ სად გეჩქარებას ესე თან ახლდა ყავის ჭიხურები, თან წაიღე ყავა და ბეგელები ამერიკული.
და როდესაც სულ დიდი რიგი იყო ხოლმე ხშირად მეც სადაც მუშაობდი და იმ ოჯახთან რომელიც მასპინძლობდა მათთან ერთად მივდიოდი ვყიდულობდით ამ ყავას ბეგელს და თან მივქონდა და წარმოიდგინეთ ახლა ჩვენთან რომელი ანუ ჩვენთან ასეთი კულტურული მემკვიდრეობა იყო რომ ყავა მხოლოდ სამზარეულოში ფინჯანი ისიც თურქული იმიტომ რომ სხვა ყავა არ იყო და უცებ აი ამის საპირწონედ ყავას ხელს კიდევ და თან მიდიხარ და თან გზაში მიირთმევ და ნუ ჩვენთან ეს უკულტურობა იყო მაგ პერიოდისთვის და იქ იყო კულტურის ნაწილი და ძალიან მომწონდა აი ეს კონცეფცია და ვიფიქრე რომ და უთხარი კიდევაც ვინც მასპინძლობდა მას რომ აი ერთხელ საქართველოში ამას აუცილებლად გავაკეთებ თქო ნუ ძალიან შორეული პერსპექტივა იყო რა თქმა უნდა მაგრამ სურვილი მქონდა და მოკეთ აუდიტორულ კომპანიაში გავიცანი ჩემი ბიზნეს პარტნიორი რომელიც დღემდე როგორც აღნიშნე ჩემი პარტნიორი და მას ვუთხარი რომ ისე აი არაფერი არ მინდა დედამიწის ზურგზე ისე როგორც გავაკეთო ეს თან წაიღე ყავის კონცეფტი მეთქი. ნუ მაშინაც თბილისში არ იყო ამერიკანო და ესპრესო და ასე შემდეგ ისევ იმ კულტურაში იყო ეს კუჩაში ყავისმა ტეიქევეი არ იყო ნამდვილად და ეს გარღვევა მოვახდინეთ მოკლედ ქალაქის ცენტრში დავდგი ყავის ჯიხურები ერქვა ახალი ყავის ფერი. და მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზეც. ნუ რამდენ ლანძღვას ვიღებდი, ვერ წარმოგიდგენიათ. რომ მეჩხუბებოდნენ, რომ აი ეს რა უკულტურობაა და რატომ მოიგონე, რომ ეხლა ბენზინგასამართზე ყავა უნდა ვინმე შეიძინოს და მათ შორის ქუჩაშიც, როდესაც ვყიდოდით ესე თან წაიღე ყავის კონცეფტს 2004 წელი იყო. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის ჩვენთვის მისაღები. არ ვიცი, ხა დღეს ალბათ ადამიანი არ არსებობს, ვისაც ეს თან წაიღე ყავა არ აქვს ყოველდღიურ რუტინაში ჩასმული. მოკეთ ეგ სტერეოტიპიც დავანგრიე, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ ქვეყანა მიიღო გადაწყვეტილება გარევაჭრობის აკრძალვის. და ასე დამთავრდა ჩემი ბიზნესი გარევაჭრობის, ანუ მოგვიწია ამ ახალი ყავის ფერის ჯიხურების აღება. ნუ ეს მეორე კრახი იყო და ახლა ხელახლა წამოვიდა ეს ტალღა რომ აი ქალი და აი ბიზნესი რო არ უნდა იყოს ქალისთვის და რო არ გესმის და რო რისკავ და ნუ მოკლედ ისევ იგივეში შევბრუნდი. თუმცა ეს ყავის დისტრიბუცია იტალიური ყავა გვაქვს ჩვენ დავიტოვე და დღემდე ფუნქციონირებს ოღონდ სხვადასხვა სასტუმროებში, რესტორნებში და კაფეებში შეგვაქვს. მაგრამ აი ეს კონცეფტი რა ძალიან მინდოდა გარე ვაჭრობის მოკლედ დაიხურა და კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო ჩემი და ვთქვი რომ ნუ აი ნამდვილად საკუთარ ბიზნესს აღარ დავიწყებ და ისევ ჯობია რომ ვიყო დასაქმებული და აი ასე ეტაპობრივად სულ ვიყავი ამ ორომ ტრიალში. და ძალიან ისეთი ის არის რა ქვია შთამბეჭდავი გზა და შემდეგ ყავის ბიზნესის შემდეგ როგორც ვიცით თქვენ სრულიად განსხვავებულ სფეროში სოფლის მეურნეობაში გადაინაცვლეთ. კი ბატონო. რატომ აირჩიეთ ეს სექტორი? რა დაინახეთ იქ ისეთი, აი თქვენ სახსენეთ, რომ აი ეს აუდიტორული კომპანიის ბექგრაუნდი რაღაც არ იყო ის, რაც თქვენი იყო, ხო? აი რა იყო ამ სექტორში, რამაც ასე ვთქვათ, კომფორტის ზონიდან გამოგიყვანათ და რამაც შთაგაგონათ, რომ ეს იყო next big thing and next step for ანუ თქვენთვის შემდეგი ნაბიჯი. ხო, ეხლა რო გითხარ საკუთარი ნებით წავედით, ხო მოგატყუა. ეგრე არ იყო. ეგრე არ იყო, ხო, მგონია რომ ეს ისტორია მართლა ყველა მიცის, მაგრამ ნუ რადგან კითხვა დასვით, მგონია რომ ის კი არ იცით და უნდა მოუყვე, თორე კი, მოგისმენთ. იმდენჯერ მაქვს მოყოლილი, რომ აი ხშირად ვამბობ, რომ საკუთარი თავის ხმა რომ მესმის ისევ ამ ისტორიას რო უყვები, უკვე ცოტა მეც მწხვენია თქო, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი წარსული, რომ არასდროს არ მბეძდება ამაზე საუბარი. ამ სფეროში მოხვდი აბსოლუტურად შემთხვევით. აი რო აღნიშნე რომ 25 წელიწადია უკვე ბიზნეს პარტნიორი მყავს, მისი დამსახურება არის, რომელიც წავიდა ახალციხეში, სათევზაოდ, დათვრა და იყიდა 2 ძროხა. ასე მოხვდი სოფლის მეურნეობაში, ამასთან წინაპირობაც ჰქონდა, ესეთი რამაც პრინციპში ცოტათი თანხმობა მიმაცემინა და არასრული, იყო რომ ჩემი შვილი მოიწამლა რძის პროდუქტით და დედაჩემს უნდოდა რომ ყოლოდა ეს ვთქვათ სანდო ფერმერი, რომლისგანაც შევისყიდი ძეს, რომელიც ხო არ ვიცი ხა თქვენ ჩემზე პატარა ბრძანდებით, მაგრამ ჩემ ბავშვობაში ასე იყო რომ კოჯრიდან ჩამოქონდათ ხოლმე სახლში, მოქონდათ რძე და მაწონი და ის ქალბატონი რომელიც
ჩამოდიოდა გარდაიცვალა და ნუ მოკლედ აღარ გქონდა ხელმისაწვდომობა ამ ხარისხიან პროდუქტზე და ნუ დაიჩემ ძალიან უნდოდა რომ ვინმე ფერმერი მეპოვნა. აი უბრალოდ ხაზი მინდა გაუსვა რომ წარმოდგენა არ მქონდა, არც სოფელი მაქვს, არც რეგიონში რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი და ეხლა სად უნდა მეპოვა ფერმერი, ეგეც არ ვიცოდი, სუპერმარკეტების დახლებიდან ვიცოდი მხოლოდ საკვები, სოფლის პროდუქტები. და ბაზრე, აგრარული ბაზრებიდან, რომელსაც ბაბუაჩემს დავყავდი, ანუ მეტი არანაირი შემხებლობა არ მქონია. და ნუ რადგან ესე დაემთხვა რომ ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა შეიძინა ორი ძროხა, ვიფიქრე რომ აი ამითი ამოვისუნთქებდი მეც, დედაჩემიც და ნუ ახლა რა ვიცი, იმან რადგან იყიდა. და ნუ რაღაცა პერიოდის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ეხლა ჩამოვძანდითო და ამ ძროხას მიხედეთო. ნუ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ჩემი მდგომარეობა, ანუ არც სოფელი არ მაქვს ნანახი და რა ძროხას მიხედე, რაღაც ოჯახში ერთი შვილი, როგორ მსდიდნენ, ალბათ წარმოგიდგენიათ, ხო? აი რაღაც დედამიწას ჩემი ირგვლივ ატრიალებ და ჩემი მშობლები და უცებ რაღაც სოფელში უნდა წავიდე. ნუ ვიჭირვეულე რომ არ მინდა მეთქი წამოსალკა, მითხრა რომ რა დაგემართავ, ერთად წავიდეთო, ვნახოთო და წამოვიდეთ. ჩავედით ახალციხეში იყო ეს ძროხა ნაყიდი, სოფელი წნისი არის. ეხა ჩემთვის ძალიან საყვარელია იქაურობა, იქამდე არასდროს ნამყოფი არ ვიყავი. და როდესაც შევედით იმ ტერიტორიაზე, ვნახეთ რა პირობებში მზადდებოდა რძის პროდუქტი, მაშინ მივხვდი რომ ჩემი შვილი გადარჩა სიკვდილს და ნუ ვუთხარი რომ კარგი, რაღაცა პატარა მცირედი ეს გავაკეთოთ, რაღაც პატარა ფერმა ავაშენოთ და იყოს ეს ორი ძროხა და დავიქირავოთ ადამიანი, რომელიც რძის პროდუქტებით მოგვამარაგებს. ანუ მაგის იქით არც მეფიქრებოდა არაფერზე. რომ ჩამოვედით, მერე გაირკვა რომ ასე მარტივადაც არ არის, რაც იმ ორ ძროხას სჭირდება, მოვლა პატრონობა, 50-აც ის მოულის. თან მერე ვიფიქრეთ, რომ ანუ თუ ჩვენი შვილებისთვის ვრუნავთ, სხვისმა შვილებმა რა დააშავეს და მოდი მაინც ეს სოციალური პასუხისმგებლობა რაღაცნაირად ბიზნესად ვაქციოთ და გადავწყვიტეთ, რომ პატარა საწარმო გაგვეკეთებინა რძის გადამამუშავებელი. დღესაც მახსოვს მაშინდელი მინისტრი იყო სოფლის მეურნეობის პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც მიცნობდა ყავის ბიზნესიდან და რომ მივედი და ვუთხარი რომ ძროხების შეძენა მინდა მეთქი, მითხრა რომ ანუ კაპუჩინო უნდა გააკეთო, აი რა შუაში ხარ ჩენ და ძროხაო და ნუ ვუთხარი რომ მეთქი აი ესეთი ბიზნეს გაკეთება მინდა და მითხრა რომ ძალიან რისკიანი არისო, ანუ წარმოდგენა რომ არა გაქვს სოფლის მეურნეობაში ამ სფეროში არ შეხვიდეო. ნუ ეხლა როგორც კი რამე ამიგზალეს, რა თქმა უნდა ვთქვი რომ ორმაგად მოგინდათ. რომ რას ვერ გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ. მოკეთ დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ამის კეთება. მერე მოხდა ისე რომ ფონდი 1000 წლეული გამოწვევა საქართველოში არსებობდა, ამერიკული დაფინანსება. მათ რო შეიტყვეს რომ ხალი ვიყავით ან განსაკუთრებით რომელმაც სოფელში გადაწყვეტა ბიზნესის დაწყება, მოკეთ მითხრეს რომ შემოიტანეს საგრანტო კონკურსზე და მაშინ დავწერე ბიზნეს განაცხადი. გამომადგა აუდიტორული გამოცდილება და მოვიგე $125,000 გრანტით. აი მაშინ დაიწყო ჩემი პრობლემები. მქონდა ფული, მაგრამ არ მქონდა ცოდნა. არ ვიცოდი საიდან რა უნდა დაგვეწყო და ძალიან ძვირი დაждდა ეს ყველაფერი. ჩემი და მათ შორის ჩემი პარტნიორის უცოდინრობა ძალიან დიდი ნერვების ფასად დაждდა. ფინანსური ის კრახი მქონდა რეალურად, იმიტომ რომ არ ვიცოდით რას ვაკეთებდით. ნუ მერე ნელ-ნელა ჩვენ ხვიცი როგორც ხდება ხოლმე საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ და გავაკეთეთ საქართველოში ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის ასე ვთქვათ აგრარული კომპლექსი. ვიმუშავეთ აბსოლუტურად ყველა დონორთან. ნუ ამაზე კიდე ცალკე ლანძღვა და ის მოყვარო, აი თუ კი რამე თანხა იყო ყველაფერი მიითვისეს, აი რა უნდა მიითვისო ხო ძროხაში და იმაში საწარმოში ხო რაღაცას კარგს აკეთებ შენი ოჯახისთვისაც და სხვისი ოჯახისთვისაც და გავაკეთეთ, მქონდა რძის გადამამუშავებელი საწარმო, მქონდა ფერმა, პირუტყვის საკვები საწარმო მქონდა, ხელოვნური ტბა გავაკეთეთ, ვაშლის ბაღები გავაშენეთ, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები მქონდა და მაგრამ არ ყავდა არავინ. არ იყო კადრი, რომელსაც შეეძლო რომ თქვათ ჩვენთან ერთად ემუშავა და მოგვიწია მათი გადამზადება. ჩამოყვავდა თურქეთიდან, ევროპიდან და გადამზადებას ვაკეთებდი და პირველი რაც გამიჩნდა დიდი სურვილი იყო რომ გამეკეთებინა პროფესიული გადამზადების ცენტრი და იქ გავაკეთე ტრენინგ ცენტრი. და მიუხედავად იმისა რომ ამხელა ასე ვთქვათ ბიზნესი შევქმენით მე და ჩემმა პარტნიორმა ერთ დღეს მოვიდა ჩემთვის დღეს ძალიან საყვარელი ადამიანი და მითხრა რომ აიო
ამდენ რაღაცას აკეთებო და უბრალოდ დავდარდობო, რომ ერთ დღესო შენ შვილებს არ შერცხვეთ იმისი, რასაც აკეთებო. და მეორე კულტურული შოკი პირველი ხო ამერიკაში მივიღე, ეხლა ჩემ ქვეყანაში მივიღე კულტურული შოკი და თქვი რომ აი რას ვაკეთებ ისეც, რითაც შეიძლება ჩემ შვილებს შერცხვეთ. იქამდე ხა ამის წინაპირობა ის იყო რომ მთელი სოფელი არ ყვევდა რატო წავედი სოფელში. ყველაფერი დამაბრალეს, თუ კი რამის დაბრალება შეიძლება და ჯერ არ ყვევდნენ რომ ვიღაც საყვარელი ხო არ ვიყავი, მე რა მივქარე თბილისში რომ სოფელში გადავედი საცხოვრებლად 8 წელი ცხოვრობდი სოფელში შვილები რატო დავტოვე. აი ყველაფერი დამბრალდა დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, რომ სხვისი შვილებისთვისაც მინდოდა ხარისხიანი პროდუქტი შემექმნა და არა მხოლოდ ჩემი შვილებისთვის და მაშინ უთხარი, რომ რას ნიშნავს მეთქი, რატომ მეუბნები ამას. ხო და ესეთი რამ მითხრა, რომ იციო რა, აი ჩვენიო შვილებიო, შვილიშვილებიო, ქალაქში როცა მიდიანო, ისინი არასდროს არ ამბობენო, რომ ჩვენო გლეხები ვართო. მალავენო და სხვადასხვა რაღაცას ამბობენო და მე ვთხარი გლეხები რო ვართ რამე პრობლემაა თქო და კიო მითხრა ეს არისო კულტურული პრობლემა, იმიტომ რომ აი თუ ადამიანსაც გინდა შეურაცხყოფა მიაყენო, ხო ამბობ რომ აი თქვათ არის 8 ნომერი გლეხი, ხო? აი რაღაც თითო აი რო წაუქილიკებსავით და ეს 8 ნომერიც თურმე მისი ფეხსაცმლის ზომიდან გამომდინარე ყოფილა და უბრალოდ რა ვიცი, ამდენ სწავლობო შვილო ჩამოხვედიო და რა ვიცი, ერთ დღესო შენ შვილებს არ შერცხვე ჩენიო. აი მანდ მართლა მომეხო ბოლო და თქვი რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს სასირცხვილო არ ყოფილიყო, იმიტომ რომ რეგიონში ცხოვრებამ აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ღირებულებები. აი აქ რაც ჩვენთვის პრობლემაა, იქ პრობლემა არ არის და იქ რა პრობლემაც არის, ჩვენთვის აქ პრობლემა არ არის და მაგან მიმიყვანა ფერმერთა ასოციაციამდე. ზუსტად აი მაგ სტერეოტიპულ შეხედულებაზე მქონდა ერთი კითხვა, რომ საქართველო ცოტა სტერეოტიპული ქვეყანა არის და სოფლის მეურნეობას მართლაც ხშირად აღიქვამენ როგორც გლეხის საქმეს და არა მაღალ ტექნოლოგიურ და შემოსავლიან ბიზნესს. თქვენ აი არაერთხელ ახსენეთ აი ეს რაღაც პროფესიული ტრენინგ ცენტრი და პროფესიულ განათლების დიდი მნიშვნელობა. ამ მიმართულებით თქვენ როგორ გესახებათ, როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში პროფესიული განათლების კოლეჯების მიმართ დამოკიდებულება, რომ ისეთმა მიმართულებებმა როგორიცაა ფერმერობა, მოიპოვოს სათანადო პრესტიჟი, რომ ახალგაზრდებმა ამ სექტორში, ასე ვთქვათ, ბიზნესის კეთება ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად და ისე დაიწყონ, რომ აი ამ სტერეოტიპებზე ბევრი ფიქრი არ დაჭირდეთ. ხო, პირველი დიდი ნაბიჯი გადადგმულია, იმიტომ რომ დღეს არ ვიცი, ბიზნესი არ მეგულება და ცნობილი ბიზნესმენი არ მეგულება, რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტირებას არ ახდენს. ყველა სოფლის მეურნეობას, ასე ვთქვათ, სერიოზულად აღიქვავს უკვე და ეს სტერეოტიპი გლეხს არავინ აღარ გვეძახის, ფერმერებს გვეძახიან და ჩვენი ფერმერების დღეც კი გვაქვს უკვე სახელმწიფო დონეზე აღიარებული. რაც შეეხება პროფესიულ გადამზადებას, ესეც სტერეოტიპულია, ესეც სამწუხაროდ საბჭოთა გადმონაშთია, რომ ბავშვი თუ გინდოდა დაგესაჯა, ეუნებოდი, რომ არის სწავლი, შენ მაშინ მოხვდები პროფსასწავლებელში. მაშინ, როდესაც განვითარებულ ევროპაში პროფსასწავლებელი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრესტიჟული ამბავი და ფერმერობაც ძალიან საამაყო არის და რიგ შემთხვევაში აი სოფლის მეურნეობაში არ გვჭირდება ჩვენ ეს რა ქვია მაგისტრის ხარისხის მქონე ადამიანები და არც ეს რა ქვია ბაკალავრიატის მქონე ადამიანები გვჭირდება პროფესიულად გადამზადებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ძალიან კარგად გაართვან თავი. სოფლის მეურნეობა აქამდე აღქმული იყო არა როგორც ბიზნესად, არამედ როგორც საკუთარი თავის სარჩენად. და დღეს 21 საუკუნეში, როდესაც სოფლიომ 8 მილიარდ მოსახლეობას მიაღწია, საკვების წარმოება და მოხმარება იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ აი ეს მიმართულება უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, განვითარდება და უფრო მოთხოვნადი იქნება. ხა თუ რაღაცას ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, საკვებს ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. ანუ პროფესიული გადამზადება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ და წარმოება დაიწყონ პირველადი პროდუქტის, იმისთვის, რომ უფრო მეტი საკვები შეიქმნას, ხო? იმიტომ რომ რაც არ უნდა განავითარო სოფლიო და რაც არ უნდა განავითარო ტექნოლოგიები და რავი სხვადასხვა სერვისები ჭამა ჭირდება ყველას.
ამიტომ პროფესიული სწავლება ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია. ავად თუ კარგად ესეც მოვახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში ეს სტერეოტიპი დაგვენგრია. ძალიან ბევრი პროექტი ვაკეთეთ გაეროსთან ერთად პროფესიული გადამზადების მიმართულებით. იქნებოდა ეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, თუ იქნებოდა ცალკეულად პროფესიული ტრენინგ ცენტრების, ასე ვთქვათ, ხარდაჭერაც და უფრო, ასე ვთქვათ, წარმოჩინება. იმიტომ რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა, მაინც ქონდათ ეს რაღაცნაირი, შებოჭილობა იმისი, რომ არ უნდოდა პროფსასწავლებელში სწავლა. ეხლა ტრენინგები არსებობს და ონლაინ კურსები არსებობს და რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო სოფლის მეურნეობაში და კოვიდმა ამას ძალიან შეუწყო ხელი, რომ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს და გინდა არ გინდა ჩემნაირ შეცდომებს არ უშვებენ. უკვე ხელმისაწვდომი არის კურსები, რომელთაც შეგიძლია რომ ისწავლო და სოფლის მეურნეობა, ვთქვათ, ცოდნაზე დაფუძნებული გააკეთო და არა ჩემ შემთხვევაში უცოდინარეობაზე დაფუძნებული. მესმის. თქვენ სტერეოტიპები ერთი მხრივ ახსენეთ როგორც ზოგადად სოფლის მეურნეობის კუთხით, ისე გენდერული სტერეოტიპების ახსენეთ თქვენი, ასე ვთქვათ, ბიზნეს გამოცდილების გათვალისწინებით და აგროსექტორში ძალიან დიდი გენდერული დისბალანსი შეიძლება არ იყოს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება ხშირად შეხვდეთ რეგიონებში ისეთ სურათს, სადაც აგროსექტორში ქალებიც ჩართულები არიან, თუმცა ტოპ გადაწყვეტილება უნარიან პოზიციებზე ნაკლებად. აი თქვენ მაგალითად დაყრდნობით, თქვენ საქმიანობაში თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ამ ბალანსის შეცვლა სცადეთ და როგორ რეაგირებდა ამაზე ადგილობრივი და ცოტა კონსერვატიული საზოგადოება, როდესაც თქვენ იყავით პირობითად შესაძლებელია ერთ-ერთი ქალი გადაწყვეტილება უნარიანი ოთახში და აი ამ მამაკაცებით დომინირებულ სფეროში რაღაც სტატუს კვოს ცვლიდით. ხო, ეგ დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც მასკულარული საზოგადოება არ გიღებს. რას არ მეძახდნენ? ხან პარკეტის ფერმერს, ხან ფერმერს ქუსლებზე, რა ვიცი, 1000 რაღაცას მეძახდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემ შემთხვევაში ნდობა მოვიპოვე იმითი, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით მეც და ფერმერებიც და მართალი ბრძანდებით, როდესაც შევდიოდი ოთახში, მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, თუმცა მათ უკან არაჩვეულებრივი ქალები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც არ ჩანდნენ. მე ჭtildeში მყოფ ანგელოზებს ვეძახდი ამ ქალებს, იმიტომ რომ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ და შემდეგ სიტყვა მამაკაცზე გადიოდა. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს, ამას ხაზი მინდა გაუსვა. ხშირად მიწევდა უცხოეთში წასვლა და განსაკუთრებით კონფერენციებზე გამოსვლა და ყოველთვის უკვირდათ, რომ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა რომ სხვადასხვა ქვეყნებში ქალის როლი უფრო წარმოჩენილი იყო და ხშირად მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა შენ ფერმერს არ გავხარ. და ვეკითხებოდი, რომ აი ფერმერს რო გავდე, რა უნდა გქონდეს, მაგრამ აი აღქმაშიც კი, აი სტერეოტიპულ აღქმაშიც ფერმერი რაღაცნაირად თავზე წაკრული, იმით რა ქვია, თავზე წაკრული და რაღაცნაირად უნდა გამოიყურებყოფილიყო ვიზუალურად, ხო, რომ ჩამჯდარიყავი, მაშინ რა ქვია, მათ ხედვაში. ბევრი პრობლემა არსებობდა მაგ კუთხით, რო გითხრათ, რომ ვერ დავანგრიეთ ეგ სტერეოტიპი, თქო, ეგეც დავანგრიეთ, სხვადასხვა პროექტი გავაკეთეთ და გეტყვით რატომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ამხელა, ესე ვთქვათ, აქტივი გამაჩნდა, ოჯახში ერთი შვილი ვიყავი და ხო ვიცით ხო, როდესაც ოჯახში ორი შვილია, ბიჭი და გოგო, ყველაფერი ბიჭს ეკუთვნოდა. ანუ განათლებიდან დაწყებული, ყველაფერი ბიჭის იყო და გოგოზე იყო მიდგომა, რომ გოგო გაათხოვებენ, მიათხოვებენ ვიღაც. ოჯახში ხდებოდა ეს და ხა სხვას რა უნდა მოთხოვო, ხო, რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტს, როცა საკუთარი ოჯახის წევრი ესე გეკცევა და მოკეთ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტში მივედი, ვთხოვე რომ გამომეტანა სესხი და მითხეს რომ სესხს არ მომცემდნენ, იმიტომ რომ ვიყავი ქალი. და მთხოვეს რომ უნდა მიმეყვანა რომელიმე მამაკაცი თავდებში. ეს საქართველოში ხდება. საქართველოში უბრალოდ შეგნებულად ფინანსურ ინსტიტუტს არ ვასახელებ, ძალიან მთხოვეს. მას შემდეგ ისეთი კარგები გახდნენ, რომ მათი პორტფელი 50-50-ზეა ეხლა, მაგრამ თავიდან მოკლედ ესეთი მოცემულობა იყო, ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესი მომგებიანია, აქტივი საკმარისი მაქვს და გენდერის გამო არ მაძლევენ სესხს და მთხოვენ, რომ მამაკაცის თავდებობა და მაგ პერიოდში თან მეუღლეს გაშორებული ვიყავი და ეხლა კიდე უარეს მდგომარეობა, ხო, რომ ვიღაცა მამაკაცი წაიყვანო, ხო?
ხო და მაშინ რო გამოვედი ფინანსური ინსტიტუტიდან აი ესე ხმამაღლა ვთქვი რომ აი გაჩენის დღეს დაგაწყებლინებთ მეთქი აი ესე რომ მომეკეცით და მე ვიფიქრე რომ აი მე თუ ესე მომექცნენ ანუ რა ბედიელის იმ ხალხს და იმ ქალებს რომელსაც რაღაცის გაკეთება უნდა ანუ ეს კი არასდროს მათზე ფინანსური ხელმისაწვდომაზე არ ექნებათ ხო რაღაცა რესურსი და მოკლედ ფერმერთა ასოციაციის ფარგლებში მაშინ მივედი და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს თხოვე რომ მეთქი მომეც შესაძლებლობა რომ საგრანტო კონკურსი გავაკეთოთ და ამ საგრანტო კონკურსში თუ ქალი ან კაცი პირობითად დაწერს თანაბარი პირობის ბიზნეს გეგმას ქალს მივცეთ 10 ქულით მეტი ქართველი ქმრები ძალიან ჭკვიანები აღმოჩნდნენ, მაშინათვე ცოლებს შემოატანინეს განაცხადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მანდის იყო, რომ ქალს უნდა ქონოდა აქტივი. და ქმრებმა გადაუფორმეს ცოლებს, ან ძმებმა დებს გადაუფორმეს, მე მეტი სხვა არც არაფერი არ მინდოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ქალები უკვე ბანკისთვის მიმზიდველები გახდებოდნენ და ნელ-ნელა ასეც დავიწყეთ, ეს ვთქვათ, გრანტების გაცემაც, ქალის როლის წარმოჩენაც და გაძლიერებაც ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემები, მაგალითად ტრენინგს როცა ვატარებდი, ქმრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ გინდაო რომ ჩვენ ცოლებსა ჭკუა ტვინი გამოურეცხაო, იმიტომ რომ შენ თვითონ განქორწინებული ხარო და ვეუბნებოდი რომ დავბძანდით და დაესწარეთ და ამასობაში ჩვენ ფინანსურ იმას ანგარიშგებას ვასწავლედით და ბიზნეს გეგმა ბანკისთვის როგორ დაეწერა და როგორ თვითღირებულება როგორ გამოეთვალა და მოკეთ ნელ-ნელა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობით ეს სტერეოტიპით შევცვალეთ და მას შემდეგ უკვე აღარ ტრენინგზეა პრობლემა და დღეს შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ფერმერთა ასოციაციას 6000-მდე წევრი ყავს და აქედან 40% ქალია. ანუ ძალიან გაიზარდა მათი როლი, სხვათა შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დონორების ხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო პროექტი ერთადერთი ყველაზე საყვარელი პროექტი იყო ჩემი აწარმოე საქართველოში, რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი წარმოაჩინა. და შესაძლებლობა მიცა რომ ბიზნესი დაეწყოთ და აქედან გამომდინარე ეს სტერეოტიპიც ასე ვთქვათ დანგრეულია, იმიტომ რომ აქამდე თუ იყო რომ სოფლის მეურნეობა მხოლოდ მასკულარული იყო ახლა იმდენ ქალს წააწყდებით, მათ შორის მეღვინეს და მათ შორის ტრაქტორზე მომუშავეს და ასე შემდეგ, რომ დღეს თითქოს ეგ კითხვა აღარ ჩდება და აღარ არსებობს ეგ სტერეოტიპი. ნამდვილად. თქვენ ახსენეთ ძალიან ბევრი ქალის ასე ვთქვათ, მათ გაძლიერებულ როლზე აი ამ ინდუსტრიაში და ზოგადად მათ გაძლიერებულ როლზე და მე მინდა და მეკითხა და მეთქვა აი თეთრი სახლის ვიზიტზე რომ მოგვიყვეთ ორიოდე სიტყვით რა პროექტს უკავშირდებოდა თქვენი ყოფნა და როგორი შეგრძნება იყო იმიტომ რომ ძალიან საზოგადოების დიდმა ნაწილმა ასე ვთქვათ გაგიცნოთ აი ამ თქვენი მოკლე სპიჩით რა შეგრძნება იყო და როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10000-ობით ადამიანის და ქალის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანთა ჯგუფის ფერმერების პოზიციას გამოხატავდით ესეთ გლობალურ პლატფორმას. ეგ პროექტი უკავშირდებოდა ფონდი 1000 ლეულის გამოწვევას, სადაც ჩაითვალა, რომ როდესაც მე მოვიგე თანხა და გავაკეთე საწარმო შემდეგი ეს საწარმო დაუბრუნე ქვეყანას. ანუ ასეთი ფორმულირება იყო, იმიტომ რომ ფერმერთა ასოციაციაც სწორედ აქედან დაიწყო, რომ ეს პრობლემები რო არ მენახა, ფერმერთა ასოციაცია არ შეიქმნებოდა და რადგან შემდეგ უკვე მთელი ჩემი რესურსი ფერმერთა ასოციაციას მოახმარე, ჩათვალეს, რომ ეს იყო საუკეთესო მაგალითი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ინვესტირებული თანხა, როგორ მოხმარდა შემდეგ უკვე ასე ვთქვათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და როგორ შეიქმნა ესეთი ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია. ნუ რო გითხრათ ჩემი ემოცია, ჩემი გამოსვლა დღემდე მოსმენილი არ მაქვს. იმიტომ რომ იმდენად სტრესი მემართება და იმდენად მოულოდნელი იყო, ანუ ვიცოდი რომ ხვდებოდი პრეზიდენტ ტრამპის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს, რომელიც აინიცირებდა ერქვა ესეთი პროექტი იყო WGDP, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. სხვადასხვა ქვეყანაში და უნდათ რომ წარმოეჩინოთ საუკეთესო მაგალითები რომ აი რამდენი შეძლო ამერიკის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული ასე ვთქვათ кейსები და ბიზნესები შეექმნა და ნუ ერთ-ერთი ბენეფიციარი მე ვიყავი, როდესაც ივანკას გავესაუბრე და მოუყევი ჩემი ისტორია ორი ძროხით დაწყებულმა რა შედეგი მოიტანა
ესე მითხრა რომ მინდა რომ ძალიან მამაჩემი გაგაცნო და მაშინ პირველი რეაქცია ის მქონდა რომ რატო არ მაქვს მობილური ტელეფონი რომ გადავიღო სელფი პლანეტის ვთქვათ ყველაზე ძლიერ ადამიანთან და როდესაც შევედი მითხრეს რომ ხელის მოწერა იქნება ხელის მოწერის ცერემონიალი იქნება და შენ აქ გვერდზე იდგები და ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და აი ეს ექსპრომტად ივანკამ მოყვა რაღაც ამ პროექტის შესახებ, იქ კონგრესმენები, სენატორები იყვნენ წარმოდგენილი და მათ მოუყვა რომ აი როგორ იხარჯება ამერიკის გადასახადის მქონე ხალხის გადახდილი თანხები და უცებ მესმის რომ ნინო იქნება ორი სიტყვით რამე შენ თქვაო. ანუ დღესაც მახსოვს ის განცდა რომ ფიქრობდი რომ ღმერთო ეხლა გული არ წამივიდეს. ნუ აი ვისაც საჯარო გამოსვლა ქონია ალბათ იცის ეს რა არის. აი შენი პულსი რო ყელში გირტყავს და ცუდად რო ხარ და რო არ იცი რომ ეხლა ან ინგლისურადაც ისე იტყვი როგორც საჭიროა, იმიტომ რომ შენ ქვეყანას წარმოადგენ და მოკე დავიწყე ჩემი ორი ძროხით ლაპარაკი, ის მახსოვს რა ვილაპარაკე, უბრალოდ იქ აღარ მოვისმინე, მე იმდენად ის ემოციები მქონდა და ერთი გახარებული ვიყავ იმით ძალიან რომ 50 მილიონი იყო გამოყოფილი და პირველი საქართველო იყო რომელმაც ეს თანხა წამოიღო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა მაგ პროექტს. რა თქმა უნდა, ხა ემოცია დღემდე მაქვს და დღემდე მიყვარს ის ისტორია, თუმცა მაგას ქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება, დილით რო გავიღვიძე, ძალიან ბევრი მესიჯი დამხვდა, განსაკუთრებით მლანძღავდნენ იმისთვის, რომ თამარ მეფის ქვეყნიდან წასული ხალი როგორ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ხალი არა, ორი ძროხა არა უშავს იყო, რომ აი ქალებს ფინანსურ შესაძლებლობაზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ აქვს და ქალი ის როლი როგორ არის დაკნინებული, როცა თამარ მეფის ქვეყნიდან ვარ და მე უბრალოდ პასუხი გავეცი ყველას და ვუთხარ რომ ალბათ კითხვა პირველი იქიდან უნდა გაგიჩნდეთ რომ თამარ მეფეს რატო ერქვა თამარ მეფე და არ იყო თამარ დედოფალი და ამაზე რომ გაცემთ პასუხს მე მივხვდებით რომ მასკულარულ სამყაროში რატო შეიძლება რომ ბევრი გამოწვევა არსებობდეს და მანდაც ესე ვთქვათ კარგი სალანძღავი ობიექტი ვიყავი მაგრამ ვთვლი რომ უკეთებ სტერეოტიპულ წინაღობებს სულ აწყდებით. კი. სამწუხაროდ კი, იცი აი ხშირად ხან სტუდენტებს უყვები ხოლმე, ხან დამსწრე საზოგადოება სადაც სიტყვით გამოვდივარ, რომ აღარ მგონია იმდენი გადავიტანე და იმდენი სტრესი გადავიტანე. თუნდაც ამ ლანძღვით, თუნდაც ამ კრიტიკით, ხა შეიძლება რომ ყველაფერზე გააკრიტიკო ადამიანი, ხო, შეიძლება თქვათ არ მოგეწონოს გამოსვლა და ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს, ან რა ვიცი, მისი გაკეთებული საქციელი არ მოგეწონოს და თქვათ გააკრიტიკო, მაგრამ აი ხალხი რომელიც საერთოდ ნანახი არ მყავდა, რაღაცა გაუგონარ ისტორიებს ხზავდნენ, მათ შორის თქვათ ჩემ ვიზუალზე, რომ აი ესეთი უშნო როგორ გაუშვით ამერიკაში, როდესაც ტრამპს ყავს მელანია ცოლი. აი რაზე უნდა ილაპარაკო, რომ ხა დედაჩემს და მამაჩემს თუ მოთხოვენ, ხო, მაგაზე პასუხს ხა მე ესეთი ვიზუალით რატო ვარ, აი მე რატო უნდა გამლანძღო და მაგაზე რატო უნდა მეჩხუბო. ანუ აი მიუხედავად იმისა, რომ ისეთი სფერო არის, რომელიც ისედაც მძიმეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას რა სოფლის მეურნეობა. გინა იმ კუთხით, რომ თანამედროვე ტექნოლოგია არ არსებობს, ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს, განათლება არ არსებობს. აი ადამიანი, რომელსაც უნდა რაღაცის გაკეთება, აი თითქოს თავს ესხმის რაღაც გარკვეული ტიპი ადამიანების, რომ აი ის წარმატებაც, რასაც მიაღწია, ისიც გააქარწყლოს და აი ბოლოს ათქმევინოს, რომ აი რისთვის ვაკეთებ. აი რა, ვინ მეკაჩება რა? არ შემილია რომ თქვათ რაღაცა უფრო მეტი გავაკეთო? კი, როგორ არ შემიძლია? აქ კი არა, საერთაშორისო არენაზე შემილია და წავიდე სხვა ქვეყანაში და უფრო მეტი გავაკეთო, მაგრამ როცა ხედავ რომ აკეთებს, აი თუ ძალიანაც არ მოგწონს, ხო შეიძლება რომ აი ბოლომდე ყველაფერი არ მოიგონო და რაღაცნაირი ფარხმალი არ დააყრევინო. იმდენი გადავიტანე, რომ მე უფრო დავიწყე აქტიურად ქალის როლის გაძლიერება. იმიტომ მივხვდი, რომ ანუ შეიძლება დამწყებმა ამას ვერ გაუძლოს. რო გითხრათ, რომ მარტივი იყო, თქო, არ იყო მარტივი. რო გითხრათ, რომ არ მქონდა დეპრესია, თქო, მოგატყუებთ და ყოფილა დღეები, რომ ავდგარვარ და მithქვას, რომ აი რატო? მოდი რა ეს დრო მოახმარე შენ შვილებს და უფრო მეტი გააკეთე შენი საკუთარი თავისთვის და შენი ოჯახისთვის, ვიდრე აი რაღაცა ზოგად საკაცობრიო თემებს ეხები, რომელზეც ამას იღებ.
მაგრამ მე რა თქვა და მოსულა მესეჯი, რომ აი თქვენ ვარ ყოფილიყავით, ალბათ ჩემ ცხოვრებას აზრი არ ექნება და იმიტომ რომ ამაში დამეხმარეთ და მე მიფიქრია რომ ნუ აი ერთი ადამიანის ცხოვრება ხო მაინც შევცვალე უკეთესობისთვის და მაშინ ყველაფერი ღირდა. და აი ამიტომ უფრო ვეცადე რომ ქალის როლი წამომეწია. და სადაც შემილია რომ არა მხოლოდ ქალს რომ მამაკაცებს რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტწილად ქალს გვერდში დაუდგე, ვაკეთებ ყველაფერს მაგისთვის და თქვენ დასმულ შეკითხვაზე როგორ თქვა დაბალანსდა, ფიქრობ რომ ასე. მთელი ჩემი გუნდიც მაგაზეა მიზანმიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი ქალი, კიდევ ხას უსვამ მამაკაციც მათ შორის, მაგრამ თუ რამე ასე ვთქვათ, გამოწვევის წინაშე დგანან, იციან რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მათ გვერდში ვიყოთ და ის შეცდომები არ დაუშვან რაც მე. თქვენ ახსენეთ ბევრი, ასე ვთქვათ, სტრესი, ეხლა რეალურად თქვენი წარსული გამოცდილებით მაღალი დონის ბიზნესვუმენად შესაძლებელია შეფასდეთ და აი ბევრს საუბრობენ work-life balance-ზე რა, ასე ვთქვათ, ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსზე. თქვენ შემთხვევაში, როდესაც ბიზნეს რეჟიმი თითქმის 24/7-ზეა, როგორ ახერხებთ ამ ბალანსის დაჭერას? საერთოდ არსებობს ესეთი ბალანსი და თუ რაღაც კონკრეტულ რაღაცებზე ყოველთვის გიწევთ თუ არის თქმა? თქვენი ის რომ გაგვიზიაროთ. თავიდან როდესაც დავიწყე და ეს ყველაფერი არ ვიცოდი, მაშინ აღნიშნე რომ განქორწინება მოხდა ჩემი და ჩემი მეუღლის სწორედ მაგ მიზეზით. რომ ბალანსი ვერ დავიცავი, მე მომიწია სოფელში გადასვლა, ის აქ იყო და ნუ შესაბამისად ჩვენი ღირებულებებიც და გზებიც ერთმანეთს აცდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასწავლებადია და ძალიან კარგად შეიძლება, თქვათ, სამუშაო და პირადი ცხოვრება ეხლა რაღაცნაირად დააბალანსო, იმიტომ რომ ახლა მეორე თუ არ ქორწინებაში და არაჩვეულებრივად ვათავსებ საკუთარი ოჯახისთვისაც დროს და საქმისთვისაც. ნუ ერთადერთი ალბათ ყველაზე უფრო გამიჭირდა ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს ბალანსი არ ვიცოდი და თავით გადართული ვიყავი ამ რაღაცა უფრო აი ემოცია უფრო მართავდა ვიდრე გონება, იმიტომ რომ უფრო სწრაფად მინდოდა შედეგის დანახვა, სოფლის მეურნეობაში ეს სისწრაფე არ ხდება ეგრე მარტივად, უფრო მეტი დრო მოვაკელი ჩემ შვილებს. და აი ეს მქონდა რაღაცა გულში მაინც ესე რაღაცნაირად, რომ აი სათანადო დედობა ვერ გავწიე, იმიტომ რომ პრინციპში აი 8 წელი ესე ჩამოვდიოდი, ცოტა ხანი ვნახულობდი, მივდიოდი დედაჩემის დიდა ჩემ შვილებს, თუმცა ერთი შედეგი ის მივიღე, რომ ორივე ძალიან მოწონს სოფლის მეურნეობა, ორივე ჩემთან იმუშავა პრაქტიკანტები იყვნენ და ჩემთან გაიარეს პრაქტიკები და თვლიან, რომ ის რასაც ვაკეთებდი ძალიან ღირებული იყო და ის რაც მითხრეს ახალციხეში რომ ჩემი შერწყვებოდა ჩემ შვილებს, არა, აბსოლუტურად განსხვავებულად, პირიქით ძალიან ამაყობენ და ჩემო უმცროსმა შვილმა, როდესაც ინტერვიუს იღებდნენ მისგან, კითხეს რომ აიო რას ფიქრობო დედაო რომ შენთან არ იყო, რას აკეთებდიო რა, ანუ რა გზნობა გაქვს და თქვა რომ შეიძლება არ მიცხოვდაო ხაჭაპურსო, მაგრამ ისეთი მაგალითი გამოვაცხო, რომ ესო საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენცო მის ღირებულებებზე გავიზარდოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც გამოვიდა, ესეც დაბალანსდა. საუკეთესო ვერსია არის, იმიტომ რომ როდესაც ოჯახში ხარ მშვიდად და ოჯახში ხარ კარგად, სხვა საქმე, გარე საქმე ბევრად უკეთესად გამოგდის. და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვერსია ეს არის. ჩემ შემთხვევაში ბევრი წელი ეგრე არ იყო. ბოლო რამდენიმე წელი არის ახლა რაც დავქორწინდი მეორე ქორწინებაში ვარ, თორე ისე იქამდე არ გამოდიოდა. გასაგებ. ჩვენ ეხლა ცოტა სხვა თემას შევეხები, საქართველოში ვისაუბრეთ სტერეოტიპების დამსხვრევაზე, ბიზნესის განვითარებაზე. საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით თემურ უგულავას, ადამიანს, რომელმაც ჰოსპიტალიტი სექტორში და სტუმართმასპინძლობის სექტორში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა და ნამდვილად ამ მიმართულებით ცალსახად უდიდესი დანაკლისია ქვეყნისთვის. თქვენ რომ გაგვიზიაროთ, როგორ დაიწყო თქვენი და თემურის საქმიანი კოლაბორაცია, რა საერთო ბიზნეს ხედვებმა გაგაერთიანათ, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ხო, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის და ნუ პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი წელი ვიყავით ერთად ვიმუშავეთ და არა მხოლოდ
ბიზნეს პარტნიორები, არამედ ახლო მეგობრებათაც ჩამოვყალიბდით. 2017 წელს შევერთდი მე აჭარა ჯგუფს, მაშინ, როდესაც პირველად თემურმა 100 ჰექტარი მიწა შეიძინა და მითხრა, რომ უნდოდა ნუშის ბაღის გაშენება. ნუში ახალი ხილი იყო საქართველოსთვის და როგორც მას ჩვეოდა, ანუ ყველაფერი ინოვაციური, მის სახელს უკავშირდება დამეთანხმებით და სოფლის მეურნეობაც ასე უნდოდა რომ ყოფილიყო, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ის ქონდა დავა მე და მას, იმიტომ რომ მე უფრო ასე ვთქვათ, ცოდნაზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობას ვაწვდიდი, ის მეუბნებოდა რომ არა, მე მინდა რომ თქვა გავაკეთო რეგენერაცია. რეგენერაცია სიტყვა საერთოდ არავინ არ იცოდა 2017 წელს რა იყო. და დავიწყეთ ასე თანამშრომლობა, ესე იგი, დღესდღეობით უდაბნო ვთვლი, რომ არის ამიერკავკასიაში და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, სადაც 20,000 ჰექტარი არის სასოფლო-სამეურნეო სავარგული, არის სხვადასხვა მიმართულებები, არის მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები და არის ყველაფერი რეგენერაციული. ხა რა არის რეგენერაცია? რეგენერაცია არის, როდესაც შენი შემხებლობით არ აზიანებ ბუნებას, ანუ არანაირი პესტიციდი არ შეგაგ, შხამქიმიკატი არ შეგაგ და რასაც ბუნება გაძლევს, იმაზე თანხმდები. აი არ დაიჯერებთ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, ძალიან ბევრმა გვითხრა, რომ ესე არ გამოდიოდა, მეც ძალიან მიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ იმდენად ვენდობოდი თემურს და იმდენად ჯეროდა მისი, ასე ვთქვათ, ხედვის, რომ მეც დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა ძალიან წარმატებული. ოღონდ პერსპექტივაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ იქნებოდა წარმატებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე სოფლის მეურნეობას მოიქცე და დღეს რომ უკან დამაბრუნო, ალბათ აი ყველა იმ სიტყვას, რაც ვუთხარი, რომ არ არის ეს სწორი და ეს არ გავაკეთოთ, უკან წავიღებდი და პირველივე დღესვე არ შევეკამათებოდი, ბრმად გავყვებოდი იმაზე, რასაც აკეთებს. ეს მისთვის იყო ქვეყნის ახალი სოფლის მეურნეობის ისტორიის დაწერა და უნდოდა რომ ეს დარჩენოდა მის შთამომავლობას და შვილიშვილებს და შვილთაშვილებს, იმიტომ რომ უდაბნოში, რომელშიც არაფერი არ არსებობდა, იყო ხრიოკი მიწა. არ არის ლაპარაკი პეპლებზე და ჭიამაიებზე. აი არ ვიცი, ჩემ ბავშვობაში ჭრიჭინების ხმა ისმოდა და თქვენ ბავშვობაში აღარ იყო უკვე აღარც გადაშენების პირას იყო ყველაფერი, აი თითქოს ყველაფერი ერთიანად დაბრუნდა. აბსოლუტურად სხვა ეკოსისტემაა შექმნილი, ტემპერატურამ დაიწია 2 გრადუსით, ანუ ესე იგი, ეს ადამიანი არა მხოლოდ უვნებელ პროდუქტს აწარმოებს უდაბნოში, არამედ კლიმატურ ცვლილებას პასუხობს, ასევე პასუხობს გარემოს დაცვას, ასევე პრეზერვაციას უკეთებს იმ ეკოსისტემას, რომელიც არსებობდა, იმიტომ რომ ეს მიწა აბსოლუტურად დეგრადირებული იყო, ხრიოკი და დღეს არის ტალკოტი. და არ ვიცი, აი ალბათ ყველაზე ბედნიერი წლები ეგ არის, რომელიც თემურთან ერთად გავატარე და უდაბნოში აი ამ ხელა, რა თქმა უნდა, მისი გუნდის ძალიან დიდი დამსახურებაა, პირველ რიგში მისი ასეთი ხედვა რო ქონდა, მეორე რომ არაჩვეულებრივმა გუნდმა იმუშავა იმისთვის, რომ დღეს უდაბნო ყოფილიყო უდაბნო, ბევრი რამ დარჩა დაუსრულებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი შვილები შეძლებენ იმის გაკეთებას, რაც თემურს უნდოდა და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო პროექტი მიმზიდველობის კუთხით საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება, რო არაფერი ვთქვათ იმ სივრცეებზე, იმ პოსტსაბჭოთა ნანგრევებზე, რომელშიც შეიტანა ახალი სული და ახალი სიცოცხლე. ხო, ახალი სიცოცხლე და ახალი მიზიდულობის წერტილი შექმნა. ახსენეთ თქვენს, რომ ისეთ პერიოდში, როდესაც რეგენერაციას საერთოდ არავინ არ იცოდა, აი მაინც ესე ვთქვათ, ჯიუტად ქონდა ეგ პოზიცია და საერთოდ ცნობილი იყო ეს ადამიანი თავისი არასტანდარტული, ხშირად ძალიან რისკიანი ბიზნეს გადაწყვეტილებებით, რომლებიც დადგენილ დოგმატურ წესებს, ასე ვთქვათ, ხშირად ეწინააღმდეგებოდა. თქვენი გამოცდილებით, აი რა იყო ყველაზე ღირებული ბიზნეს გაკვეთილი, ან ბიზნეს ფილოსოფია, რაც მასთან მუშაობისას და მეგობრობისას მიიღეთ? ხშირად მისაუბრია მასთან, რომ
ჰარვარდში არ მიმიღია ისეთი განათლება და ცოდნა, რაც მივიღე მასთან. პირველი ალბათ ვისწავლე უფრო მასშტაბური ხედვა. იმიტომ რომ ის თავის მხრივ ძალიან მასშტაბური იყო. არ უყურებდა ამას ვიწრო პერსპექტივიდან გამომდინარე, უყურებდა უფრო მრავალწლიანი გათვლა ქონდა, ვიდრე მოკლევადიანი. ხა ჩვენ სოფლის მეურნეობაში ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, რომ მრავალწლიან გათვლას ვერ ვაკეთებთ. ხვალ რა იქნება, არ ვიცით, ხო, აი სტიქია, ვნახეთ თელავში რა მოხდა და ვთქვათ როგორ გაანადგურა თელავი. ხო, აი მრავალწლიან გათვლას ვერ გააკეთებთ და ეს ადამიანი აკეთებდა მრავალწლიან გათვლას. ინვესტიცია, რომელიც მან სოფლის მეურნეობაში ჩადო, არის 200 მილიონი ლარი. ის ამ ფულს ვერ ამოიღებდა ზუსტად იცოდა, რა ვიცი, 20 წლის განმავლობაში, მაგრამ უღირდა იმისთვის და ხშირად უთქვავს კიდევაც, რომ შეიძლება მე ისე წავიდე ამ ქვეყნიდანო, რომ ის საბოლოო რაც მინდოდა ვერ ვნახო. მაგრამ ხო ვიციო, რომ აი ის საბოლოო შედეგი მე რაც მინდა ეხლაო რომ გაკეთდესო, აუცილებლად გაკეთდებაო. და ნუ ისეც მოხდა, რომ წავიდა ისე, რომ ის საბოლოო შედეგი ვერ ნახა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია იქაური ეკოსისტემა. იმიტომ მას რაც ვისწავლე მისგან არის, რომ უფრო ფართოდ უნდა უყურო ყველაფერს, არ უნდა გამოხვიდე საკუთარი ინტერესიდან. მეორე ის ძალიან რისკიანი იყო. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაში ფინანსების ჩადება, ნუ აი ძალიან მაღალი რისკი არის. აი მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებიც კი ეუბნებოდნენ, რომ არ გინდა, იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი ტრანზაქცია როდესაც მოახდინა, გაყიდა სათამაშო ბიზნესი, იმ მიზნით რომ თელ ფულს ჩადებდა სოფლის მეურნეობაში და ჩადებდა ახალგაზრდების განვითარებაში და ახალი პოტენციის შესაძლებლობაში, რომელიც შეიძლება საქართველოს ქონოდა. აი სულ ეუბნებოდი, რომ თემურ ძალიან რისკავ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე და მეუბნებოდა, რომ თუ არ გარისკავ, ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებ. ვისწავლე ეგ, რომ არც მე მაკლდა რისკი, მაგრამ აი მაინც მისი ნასწავლი კიდე სხვა რამ არის და ყველაზე უფრო რაც მასში მომწონდა, იყო ის, რომ ზრუნავდა ყველაზე. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ზრუნავდა თავის თავზე. ინგლისურად მაგას ქვია for people. ხალხისთვის. იმიტომ რომ არ მახსენდება, აი ხშირად დამსხდარ ვარ და გვისაუბრია რაღაც ან მენიუ დგებოდა და იქ მომიწევდა ყოფნა, ან რა ვიცი რაღაც აკეთებდა, ამბობდა რომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. სოფლის მეურნეობის პროდუქტი აი ხშირად ყოფილა რომ მithkosო თემურ თვითღირებულებაზე დაბალა ყიდი ამ პროდუქტს და უთქოს რომ გავიგე, მაგრამ ხო უნდა კონდეს ყველა ადამიანს შესაძლებლობა რომ იყიდოს. ანუ მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, არც ნუ ჩემთვისაც ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ მე თვითონ ბუნებით ესეთი ვარ, რომ ხალხისთვისა ვარ, მაგრამ ის კიდე უფრო დიდი მასშტაბით იყო ხალხისთვის და ალბათ ეგ სამი რამ არის, რაც მისგან ვისწავლე, რაც არ ვიცი, მთელი ცხოვრებისეული გამოცდილება არის და რა ვიცი, ძალიან დიდი დანაკლისი, რომ სხვა ბევრ რამეს ვეღარ ვისწავლით მისგან. ნამდვილად. თქვენ ახსენეთ ძალიან საკვანძო რამ რაც ისწავლეთ მასთან ურთიერთობით და ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ის ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ადრე იყო რაღაც საბჭოთა გადმონაშთი და ეხლა ასე ვთქვათ ახალგაზრდებისთვის აღიქმება როგორც საოცარი ადგილი, კულტურული ძეგლები და ასე შემდეგ. თქვენი შეფასებით რა არის ის მთავარი მემკვიდრეობა, რაც თემურ გულავამ ქართულ ბიზნეს აზროვნებას და კორპორატიულ კულტურას დაუტოვა? ალბათ ტოლერანტობა, ვიტყოდი. მეორე ის, რომ ჩემთვის თემური იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი ბიზნესმენი. არ არსებობდა ადამიანი, რომ არ ქონოდა თემურთან შეხება. აბსოლუტურად ანუ კორპორატიული მართლობა კიდე განსხვავდება და აი როდესაც რაღაცა CEO ხარ, რაღაცა მაინც რაღაცაები თითქოს დაცულია და აი მის შემთხვევაში ეს არ ხდებოდა, უფრო სხვანაირი მართვის მექანიზმი ქონდა, აი ვერ ვიტყვით რომ ხა ჩვენ ვამაყობდით იმით რომ კორპორატიული მართლობა ქონდა, არა, აი თავისებური მართლობა ქონდა, თავისებური ხედვა ქონდა ბიზნესის მართვის, შეეძლო ყველაფერი დაეშალა, ხელახლა აეწყო.
კიდე დაეშალა, კიდე ხელახლა აეწყო და აი ბოლოს იპოვიდა იმ წერტილს, რაც მას უნდოდა. და კარგი მაგალითი იყო მაგისი, როდესაც აკეთებდა სტამბას. ესე იგი მოვიდოდით ერთ დღეს, ერთი კედელი ჩამონგრეული იყო, უკვე რო გახსნის პირას არის, იტყო და არ მომწონს ეს კედელი, ჩამოანგრევდა, ამოაშენებდა, შეღებავდა, გადაღებავდა და აი ბოლოს მიიყვანდა იქამდე, რომ ამბობდი, რომ აი მე ღმერთო, აი ამ კაცს საიდან ესეთი ნიჭი. აი ყველაფერში ესე იყო. წარმოიდგინეთ, სოფლის შენობას ხო შეიძლება ესე მოიქცემა. სოფლის მეურნეობაში წამას აკეთებდა. სულ რაღაცას ტესტავდა და ამიტომ კორპორატიული მართლობა არ ქონდა რა, უფრო აი რაღაცა ემოციაზე და სხვანაირი ბიზნესმენი იყო. აი არ ვერ ხსნი როგორი, მასთან უნდა გემუშავა, რომ გაგეგო როგორი ბიზნესმენი იყო. და ვფიქრობ, რომ კარგი მაგალითი გახდა სხვა ბიზნესებისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩემი ყველაზე საყვარელი მაგალითი არის, როდესაც მან ყაზბეგში გააკეთა რუმსი სასტუმრო და მაშინ მას არ ვიცნობდი მისი კომპანიის ხელმძღვანელისგან ვიცოდი ეს ისტორია და მე მასაც მოვაყოლე როდესაც გააკეთეს სამზარეულო თქვა რომ ხინკალსო ჩვენთანო არ გავაკეთებთო და რო კითხეს რომ რატომ არ გააკეთებთო ხინკალსო უთხრა რომ ეს ხინკალი არის ერთადერთი შემოსავალი მთაში რასაც ეს ხალხი იღებსო და ამიტომ მე რომ აქ სახინკლე გავუხსნა მათ ეს იმას ნიშნავს რომ ისინი შემოსავლის წყაროს დაკარგავენ აი წარმოიდგინეთ ეს არის პერიოდი მაშინ როცა სიტყვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაც კი არავინ არ იცის აი ასეთი განსხვავებული ბიზნესმენი იყო. და ვფიქრობ, რომ კარგი მაგალითი მიცა სხვა ბიზნესებსაც, თუნდაც იმ კუთხით, რომ მუსიკოსები იქნებოდნენ, მხატვრები იქნებოდნენ, არ არსებობს ფენა და სფერო საქართველოში, რომელსაც თემურის ხელი არ ეტყობოდა და მას მხარი არ დაუჭერია და არ გაუკეთებია და ხო მე ყველაფერი კარგიც გადამდები არის და მგონია, რომ ეს სხვა ბიზნესებისთვისაც კარგი მაგალითი იყო ამ კუთხით. ნამდვილად. ეხლა თქვენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კუთხით დაგისვათ კითხვას. რაღაც კუთხით შეიძლება შეფასდეს, რომ აღნიშნული ასოციაცია, რომელიც 2012 წლიდან არის, რაღაც თვალსაზრისით თქვენს პიროვნულ ქარიზმაზე, თქვენს დიდ გამოცდილებაზე და ასე ვთქვათ, კავშირებზე დგას. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თქვენი მიზანია, რომ ეს წამოწყებული საქმე გაგრძელდეს, განვითარდეს და განავითარონ მომავალმა თაობებმა. ხომ არ გაგვიზიარებდით, აი რა ნაბიჯებს დგამთ იმისთვის, რომ ორგანიზაცია ნაკლებად პერსონიფიცირებული იყოს და შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც თქვენ გარეშეც წლების მანძილზე შეუფერხებლად იმუშავებს. მე მგონია, რომ უკვე მივედი მაგ ეტაპზე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ხშირად არის პერსონიფიცირება. ანუ შენ აღგიქვავენ ასოციაციად. შენი გამოთქმული აზრი ასოციაციის აზრი. წარმოიდგინეთ, მე თქვა სოციალურ ქსელში მინდა ნინოს ამბახიძემ რაღაც განვაცხადო და აღქმულია რომ 6000 კაცი ამას ამბობს. ამიტომ დამაბრკოლებელიც გახდა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ამაზეც მაგალითი მინდა მოვიყვანო ჩვენთან ასოციაციაში ორივე პოლიტიკური პარტია, ორივე ხო უკვე მრავალი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და ერთხელ რაღაცა კონკრეტული მოსაზრება გამოვთქვი ჩემ და სამწუხაროდ და ძალიან გავანაწყენე რამდენიმე ადამიანი და მას მერე ვთქვი რომ არასდროს საჯაროდ აღარ გავაკეთებ განცხადებას, ვერც მიტინგზე ვერ დამინახავთ, თუ ეს რაღაცა ევროპულ ღირებულებას არ ეხება, იმიტომ რომ მე ამ ხალხისთვის ვარ მათი სახე და აღქმულია ისე, რომ რომელიღაცა კონკრეტული ფერმერის ინტერესს ვატარებ. შესაბამისად, იმდენად პერსონიფიცირება გაკეთდა ასოციაციის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მომიწია და აი განცხადებების ნაწილში და ტელევიზიის ინტერვიუების ნაწილში ყოველთვის თავს ვარიდებ რამე კონკრეტული განცხადების გაკეთებისკენ, კიდევ ერთხელ ხაზგაუს რომ თუ ეს არ ეხება პროდასავლურ და პროევროპულ ღირებულებას, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველივე ეს თქვა კონტურებში შეინიშნებოდა, პირველი რისი გაკეთებაც გადავწყვიტე იყო, რომ შემექმნა ისეთი ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც ჩემზე ეს თქვა დალინკული აღარ იქნებოდა და ფერმერთა ასოციაცია განცხადებას რო გააკეთებდა, ეს არ იქნებოდა ნინო ზამბახიძის განცხადება, ან პირიქით, ხო? დიდი ხანი დამჭირდა.
ჯერ დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ინსტიტუცია ჩამოყალიბებულიყო. მერე იმისთვის, რომ რაღაცნაირად დისტანცია დამეჭირა და ახალგაზრდებისთვის მიმეცა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ თავიანთი ინიციატივები გამოეჩინათ და ნდობა ქონოდათ ფერმერებში და დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მე ორგანიზაციაში ვიქნები თუ არა. იმიტომ რომ ინსტიტუცია არის ჩამოყალიბებული, გაციფროვნებული არის, არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, აი არ ვიცი, ეგეთი ხალხი ჯერ სოფლის მეურნეობა რო უყვართ უკვე რა მაგარი ხალხია, მაგრამ პროფესიონალები არიან თავისი საქმის და ძალიან კარგად მართავენ ჩემ გარეშე. ხა რაღაცა პერიოდი ისე მოხდა, რომ არ ვიყავი საქართველოში უცხოეთში მომიწია წასვლა და აი უნაკლოდ მე რომ ყოფილიყავი შეიძლება ისე ვერ გამეკეთებინა როგორც მათ გააკეთეს და ამიტომ ვფიქრობ რომ ნელ-ნელა უნდა ჩამოვშორდე ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი არის და სულ ამბობ რომ როდესაც ორგანიზაცია იქნება ეს თუ რა ვიცი შეპესე თუ რაც გინდა დაარქვი 18 წელი ჭირდება, როგორც ბავშვს ჭირდება 18 წელი რომ სრულწლოვანი გახდება თავისით თუ იქამდე მიაღწია და გააკეთა უკვე თავისით მართავ რა. ხო და ამდენი წელი გავიდა უკვე და კარგად არიან ხა უკვე მოყოჩაღებულები და ვფიქრობ რომ ახალგაზრდებმა უნდა გადაიფარონ და გააგრძელონ. რა თქმა უნდა მენტორობას გავუწევ, იმიტომ რომ მართლა როგორც ჩემი შვილი ისე მიყვარს ეს ორგანიზაცია, მაგრამ ნუ ლიდერობა უკვე უნდა გადავცე სხვას. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ თუ არ ვსწრები, რომ არ გიშინიათ თქვენზე ჭკვიანი ადამიანების დაქირავება. თუმცა ბევრი მენეჯერი ასე ვთქვათ ვარდება ხოლმე ეგრეთ წოდებულ დამფუძნებლის ხაფანგში და დელეგირება უჭირს. თქვენ პირადად თქვენთვის ყველაზე რთული რა არის ხოლმე დელეგირების პროცესში? აი რაზე კონტროლის გაშვება შეიძლება გიჭირდეთ ყველაზე მეტად? ეხლა ეგრე აღარ მაქვს, ეგრე ვიყავი. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. და მაგას ვეძახი საკიდის სინდრომს. და ეს რა სინდრომია, იცი? აი მაგალითად საკიძე ქურთუქს რო დაკიდებ და არ გატყდა. მერე მიაკიდებ, თქვათ, პიჯაკს, არ გატყდა. მერე პერანგს, მერე მაისურს და მიაკიდებ და სანამ არ გატყდება, შენ შეგიძლია ის ერთი საკიდი რაღაცნაირად გამოიყენო, ხო? და ბოლოს ეს საკიდი ტყდება. და ამას რო თავი აარიდო, რომ ეს საკიდი სუმყარე იყოს, უნდა გადაანაწილო, ხო? ეს შენი ტანის ამოსი და გადაგიდო სხვადასხვა საკიდებზე. ასია ჩემთვისაც ეხლა დელეგირების ნაწილი. თავიდან სულ მეშინოდა რომ ვიღაც რაღაცას ვერ გააკეთებდა. ან თუ დავინახავდი რომ რაღაცნაირად შეტორტმან და ან დროში ისე არ არის მე რომ მომწონს, იმ წუთასვე ვიღებდი პასუხისმგებლობას და მე ვაკეთებდი. რაც ნუ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, შეცდომა მენეჯერის მხრიდან, რა, იმიტომ რომ მე ყველაფერს შენ აკეთებ და მე უკვე არავის არაფერი აღარ მოგწონს. ამიტომ ვისწავლე, ეგეც დასწავლადია. ვისწავლე და ეხლა არ არსებობს საკითხი, რის დელეგირებასაც არ ვაკეთებ. აბსოლუტურად ყველაფერი შემილია დავადელეგირო. რა თქმა უნდა, ეხლა თუ გიყვარს შენი საქმე, აი ზოგად overall management-ს რასაც ვუძახით, იმაში ვარ. მაგრამ მიკროში აღარ ჩავდივარ. სანამ მიკროში ჩავდიოდი, ის არც კეთდებოდა. ან მაშინ ნერვები უნდა გეყოს და იმ ადამიანის მენტორი უნდა იყო და გაზარდო. და ნუ იდეაში პრინციპში ამდენ წელიწადში ეს ბავშვებიც გაიზარდნენ ჩემი მხრიდან და უკვე იციან როგორც მომწონს და როგორც ვაკეთებ საქმეს, მაგრამ თუ ამისი ნერვები არა გაქვს, რომ ასე მიკროში ყველას ვსდიო, არასდროს არ მოგეწონება ის, რასაც აკეთებ და რა ვიცი, ხა მე მგონია, რომ ერთი რამ არის დაუწერელი. შენზე ჭკვიანი როცა ყავს, მათ შორის შენი თანამშრომელი დაქირავებული, შენც იზდები. თუ შენზე ნაკლები არის თანამშრომელი, შენ იქ იყინები. და მე შენ გონია რომ შენ ახარ საოცრად ჭკვიანი და მე რაღაცნაირი სხვანაირი ძალაუფლების მოპოვების იმაში ხარ ხიბლში და თუ შენზე ჭკვიანია თანამშრომელი, რო დაждები, იმაზე სასიამოვნო რა არის, რომ ისეთი რაღაც მოისმინო, რომ შენს გაიზარდო, ცოდნა აიმაღლო. არ არის ეს საშიში. ეს არის შენი სიძლიერე. შენც იზდები შენ თანამშრომელთან ერთად და რა ვიცი, მგონია რომ ისეთი კადრები მყავს შეკრებილი საოცარი და მაგიტომ არ ესე მშვიდად რომ აღარ არის უკვე პერსონიფიცირებული და პირდაპირ შეუძლიათ უჩემოთაც გადასარევად იოპერირონ. კი ბატონო. თქვენს ვებგვერდზე გადავაწყდი ერთ-ერთ ახალ ტექნოლოგიურ ნოვაციას. თორსების სახელი არის აგრონავტი. და მინდოდა რომ მეკითხა, ასე ვთქვათ, რომ მოგვიყვეთ ცოტა უფრო დეტალურად ამ ნოვაციაზე.
და ტექნოლოგიურ თვალსაზრისით მინდა და მეკითხა, როგორ ხედავთ სოფლის მეურნეობის და ახალი ტექნოლოგიების, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის დანაკვეთას საქართველოში და როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა რესურსი, რომ ასე ვთქვათ, ესეთი ტექნოლოგიური ნახტომი გავაკეთოთ? კი, რა თქმა უნდა, გვაქვს და ეგ ნახტომი ჩვენ კაი ხნის წინ დავიწყეთ კოვიდის დროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და აი ყველაზე უფრო ეს კითხვა არ მიყვარს ხოლმე, რომ რას ფიქრობ, რისი გაკეთება შემიძლია სოფლის მეურნეობაში. და ჩემი პასუხი იყო ყველაფრის. და მეკითხებოდნენ, რომ აი შემიძლია, თქვათ, ვაწარმოო და რაღაც კონკრეტული. ვეუბნებოდი, კი, შეგიძლია, უბრალოდ უნდა იცოდე მიწა როგორი არის, უნდა იცოდე რომელი რეგიონია, უნდა იცოდე ეს პროდუქტი იმ კონკრეტულ რეგიონში მოდის თუ არა, იცოდე იმ პროდუქტის იმპორტის და ექსპორტის წილი რა არის, რომ ბიზნესი გააკეთო. და მე ვიფიქრე, რომ ანუ ესე იგი ადამიანებს თუ სურვილი აქვთ, ეს ინფორმაცია არ აქვთ და რატო არ გავაკეთოთ ეს აგრონავტი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, დახმარებით სრულ ინფორმაციას გაძლევს, როდესაც შეკავს, თქვათ, იქნება ეს მიწის ანალიზი თუ კონკრეტული რეგიონი, რა პროდუქტი აწარმოოს, პატარა ბიზნეს გეგმა დაგიწეროს და გაგიმარტივოს ცხოვრება, იმიტომ რომ ქვეყანაში ყავს 3,700,000 მოსახლე და აქედან 57% სოფლად ცხოვრობს. ხო, ესე იგი რამდენი ადამიანს უნდა მიწვდე და ტექნოლოგია არის ის, რაც ყველას შეუძლია რომ მიწვდეს, ხო? გაუსვლელად სახლიდან სოციალური ქსელით იქნება ეს თუ ინტერნეტის მეშვეობით და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გავგაკეთებინა აგრონავტი, არა მხოლოდ აგრონავტი, რამდენიმე ციფრული პლატფორმა გვაქვს გაკეთებული იმისთვის რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და რაც უფრო მეტ ადამიანს მოიცავს ეს ტექნოლოგია, მით უკეთესი ხა 21 საუკუნეში მე აღარ მგონია რომ ადამიანები ამას გვერდს აუვლიან, ვეღარ აუვლიან. ხელოვნური ინტელექტი, როგორც ვთქვით, ძალიან ბევრ მიმართულებას ჩაანაცვლებს, მათ შორის შეამოკლებს ესე ვთქვათ, სირთულეებს და იმ გზებს, რომელიც თქვენ გჭირდებოდათ, რომ დამსხდარიყავით და ბიბლიოთეკაში დაგესწავლათ, ან რა ვიცი მე, კერძო მასწავლებელთან დაგესწავლათ, იმას თქვენ ერთ მხოლოდ პატარა ტელეფონში ძალიან სწრაფი ხელის მოქმედებით გააკეთებთ და ისწავლით, ხო? ამიტომ ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ეს არის მომავალი. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლიოს მომავალი. და სოფლის მეურნეობაც სოფლიოს ნაწილია და შესაბამისად ყველას მოუწევს ამ მიმართულებით მუშაობა. ამიტომ ჩვენ გუნდი ყავს ასოციაციის შიგნით დეველოპერული, რომელებიც სხვადასხვა, ვთქვათ, ახალგაზრდები და ჯენზი ხო განსხვავდება რაღაც, ყველაფერს იმარტივებენ და მოდიან ახალ-ახალი იდეებით და შესაბამისად ჩვენ რისი რესურსიც გვაქვს იმ იდეების განხორციელებას ვახდენთ. აი თქვენ რო აღნიშნეთ პროფესიული სწავლება, ხო, გვაქვს მაგისტვის პლატფორმა AgroSkills-ი ქვია. სადაც შეგიძლიათ გახდეთ ფერმერი და მიიღოთ დიპლომი. როგორც აღნიშნეთ, აგრონავტი შეგიძლიათ ერთი ფანჯრის პრინციპით მოიძიოთ ყველა ინფორმაცია, რაც სოფლის მეურნეობაში გჭირდებათ. გვაქვს ასევე აგროჯობსი, სადაც შეგიძლიათ ვაკანსიები ნახოთ. გვაქვს აგრომეპსი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რომელ რეგიონში, რომელი, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა იქნება ეს ტექნიკის, პესტიციდის, შხამქიმიკატის თუ იმ მაღაზიის, რომელიც ფერმერს სჭირდება. ამიტომ ვეცადეთ, რომ ყველაფერი რაც რეალურად გქონდა გაგვეციფრულებინა, რომ უფრო მეტი ადამიანი მოგვეცა. შეიძლება საერთოდ არ უნდადეს ფერმერთა ასოციაციის წევრობა, მაგრამ მასაც აქვს უფლება, რომ კონდეს წვდომა ყველა იმ სიკეთეზე, რაც რეგიონში არსებობს. ამიტომ ყველასთვის გავხსენით ეს პლატფორმები და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია სამომავლოდ ალბათ ციფრულ ტექნოლოგიებში გავაკეთებთ, იმ ფარგლებში რომ ცნობიერება ამაღლდეს და იმ ფარგლებში რომ უფრო მეტი სერვისის მიწოდება მოხდეს, თორემ პირველად წარმოებას და საკვებს ვერც ერთ ტექნოლოგია ვერ შეცვლის, ну გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ დრონები, წვეთოვანი სისტემები და ასე შემდეგ. ნამდვილად, ყველაზე დიდი მიღწევა ხელმისაწვდომობა არის რეალურად ცოდნის და ამ ინფორმაციის, რაც აგროსექტორში არის და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებული ამ კუთხით. ძალიან საინტერესო საკითხები მიმოვიხილეთ. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო ჩემთვის. დასკვნის სახით ერთ კითხვას დაგისვავდით. თქვენი გადმოსახედიდან, თქვენი ასე ვთქვათ, უნიშნელოვანესი გამარჯვებების, მარცხის და განვლილი გზის გათვალისწინებით, რა იქნებოდა ის მთავარი რჩევა, რასაც თქვენ დღეს მისცემდით ახალგაზრდად, თუნდაც აი 18-20 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველ ნაბიჯებს
ზოგადად არა თუ აგროსექტორში, არამედ ზოგადად ბიზნესში და ცოტა ეშინიათ იმ რეალობის, რაც წინ ელოდებათ. ხო, არ მიყვარს რჩევის მიცემა ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებისგან რჩევებს აქით ვიღებ, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემზე ბევრად უფრო განვითარებულები არიან და უფრო მეტ ინფორმაციაზე აქვს წვდომა, ვიდრე მე მქონდა, მაგრამ ერთადერთი ჩემო ცხოვრებისეულმა პრაქტიკა მაჩვენა და ჩემი ყველაზე საყვარელი გამოთქმა არის, რაც არ კლავს გაძლიერებს. ანუ არასდროს არაფერს არ უნდა დანებდე და როცა გონია რომ რაღაცას აი ვეღარ გააკეთებ, აი გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ რა ის რაც გინდა რომ გააკეთო, აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანო და შუაგზაში არ მიატოვო და არ დანებდე, თორე დანარჩენი არ ვიცი, მეტი მგონია რომ აი არაფერს ის არ აქვს ძალა თუ შენ არ გადაწყვეტ შენ თავთან რომ ბოლომდე აი რაც გინდა ის გააკეთო. თუ შუაში დატოვე, ნუ დარჩება შუაში და აღარ გამოვა. ამიტომ ერთადერთი რასაც ურჩევდი არის რომ რაც უნდათ რომ გააკეთონ, ბოლომდე მიიყვანონ და აი თუ ხედავენ რომ პრობლემები არის, აი გაუძლონ, იმიტომ რომ აი გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია. მადლობა მოსვლისთვის და ესეც საინტერესო პოდკასტისთვის, ნინო. პოდკასტის დასასრულს მინდა რომ საჩუქრად გადმოგცეთ მარანი ბლუანას გამორჩეული ღვინოები. ეს არის წაქაძეების საოჯახო მარანი ბაღდათიდან, რომლებიც, ასე ვთქვათ, ღვინოს მინიმალური ჩარევის მაქსიმალურად ბუნებრივი პრინციპით აწარმოებენ. ძალიან დიდი მადლობა. ხა რო გითხრა რომ არ ვიცნობ და არ გამიგია თქო, არ დამიჯერებ, მართლა არაჩვეულებრივი ღვინო აქვს და უღრმესი მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის და საჩუქრისთვის. ეს არის ციცქა და ეს არის წითელი მშრალი ღვინო. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.